ის რაც დღეს მსოფლიოში ხდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მსოფლიო წესრიგის შეცვლა, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად რუსეთი და ჩინეთიც მონაწილეობს. ეუბნება სპექტრს ისტორიკოსი შალვა თავაძე. მისი თქმით, სამყაროს ახალ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლა, რასაც ახლა თვალს ყველა ერთნაირი ინტერესით ადევნებს, ვენესუელის ამბებით და ირანთან დაკავშირებული მოვლენებით კიდევ უფრო მყარი და ნათელი გახდა. ერთხელ ნათლად დაგვანახეს, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის, გავლენის სფეროებისათვის ბრძოლა და ამ გავლენის სფეროებისათვის ბრძოლაში ჩართულები არიან დღევანდელი მოწინავე, ეგრეთ წოდებული მოწინავე სახელმწიფოები, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. ძირითადად მაინც ეს სამი მოთამაშე ჩანს. ამ გავლენის სფეროებისათვის ბრძოლაში უპირველესი ერთ-ერთი ამოცანა არის ვის ხელში იქნება სოფლიოში ნავთობპროდუქტებით ნედლეულზე წვდომა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, ტრამპის მოწვდომობაში პრეზიდენტი მიზნად დაისახა, რომ აქ მოიპოვოს პირველობა მსოფლიოში. მის ინტერესებში შედის, რომ ის გახდეს ნავთობწარმოების უდიდესი სახელმწიფო. ამიტომ მას აინტერესებს და ვენესუელაშიდაც რადგან თავის დროზე მადურომ გააძევა ამერიკული კომპანიები ვენესუელადან, ნაციონალიზაცია მოახდინა, ისე როგორც უფრო ადრე ირანელებმაც ხელი შეუშალეს ამერიკულ კომპანიების მუშაობას ირანულ ნავთობზე. აქედან გამომდინარე, თითქმის ერთი პრობლემა ტრამპმა თავისთვის წარმატებით გადაჭრა ვენესუელის საკითხი მოსხდომობაში და ეხლა მის ინტერესებში სფეროში შედის ირანული ნავთობიც. ცალსახად უნდა ითქვას, რომ აშკარა არის ტრამპის და ზოგადად არა მარტო ტრამპის, დიდი იმპერიების პოლიტიკაც, მათ შორის რუსეთის პოლიტიკაც, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. და თუ მაგალითად ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ყოველგვარი რაღაც საბაბის გარეშე რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რადგან მისთვის მიუღებელი იყო ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვართან, ტრამპს არც დაუმალავს, ფაქტიურად ეს ასე ჩანს, რომ მისი ინტერესების სფერო არის ნავთობზე ჰეგემონია და შესაბამისად რომ განვიხილოთ ახლა ვენესუელასა და ირანში განვითარებული მოვლენები, კი რა თქმა უნდა ცალსახაა, რომ იქაც რეჟიმებთან გვაქვს საქმე, საუბარი ახლა იქ რაღაც დემოკრატიულ ფორმებზე და ადამიანის თავისუფლებებზე ზედმეტია, როგორც ერთი ისე მეორე ქვეყანაში, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამერიკა კარგად ითანამშრომლებს ყველასთან, სადაც მისი ეკონომიკური ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ის ვენესუელის ნედლეულს მთლიანად ჩაიგდებს ხელში, ხოლო როგორც წარიმართება დაპირისპირება ირანში, ეხლა იქაც არის სამოქალაქო დაპირისპირება, ავიც ამას უკვე სამოქალაქო ომის შეიძლება დავარქვათ, მაგრამ აქაც გარეშე ძალების ჩარევაც აშკარა არის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ და სამწუხაროდ არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა ამას, საერთაშორისო უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმები მოშლილია, ვინც უზრუნველყოფდა ასე თუ ისე ცივი ომის ეპოქაში, ეს იყო გაერო, მისი უშიშროების საბჭო, ნატო, მათმა ფუნქცია დაკარგეს და მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა, რა ხა გაეროში ასე თქვენ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ეს არის ამერიკის ინტერესი, მისი ძლიერების ინტერესი და ამ ინტერესს ყველგან დავიცავთ. ნუ ეხლა რო გადავავლოთ თვალი ისტორიას, აშკარა არის, რომ ტრამპი წარმოადგენს მონდროს დოქტრინისა და თეოდორ რუზველტის რაღაც საგარეო პოლიტიკის რაღაც ნაზავს, ხო, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკასთან მიმართებაში რა თქმა უნდა განსხვავებული ფორმებია, მაგრამ ამერიკა ამერიკელებისათვის და ახლა უკვე არა მარტო ამერიკა ამერიკელებისათვის მას თავის დასაყრდენი გააჩნია ახლო აღმოსავლეთში, ეს არის ისრაელი. ეხლა და ისრაელთან ერთად ცდილობს ირანის პრობლემებში ჩართვას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპისათვის არაფერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ ქვეყანაში რა მმართველობის ფორმები იქნება. დიქტატურა კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო ვენესუელაშიც, ირანშიც არის, მაგრამ ასევე დიქტატორული რეჟიმები არის არაბულ სამყაროში, სადაც
ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა მათ, რომ ის არ ჩაერევა მათ საშინაო საქმეებში, რადგან აქ უკვე მას თავისი ინტერესები ჩადებული აქვს. აი ზოგადად ასე მიმაჩნია დღევანდელი მსოფლიო, მე ამას უწოდები შეშლილ მსოფლიოს. აქ ამ შეშლილ მსოფლიოში კი საინტერესო არის განსაკუთრებით საქართველოს საკითხი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუხდება არაერთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა, რომ არ მოხდეს აი ამ არეულობაში და არ დაკარგოს მთლიანად თავისი სუვერენიტეტი. მე სუვერენიტეტს ცოტა სხვანაირად უყურებ, მთლიანი დამოუკიდებელი ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველო ალბათ ვერ იქნება, მაგრამ სუვერენიტეტის ნიშნებს რამდენად დავიცავთ, სამომავლოდ ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.